ბუნებრივად და ლამაზად დახატული ჭორფლი ზაფხულის მაკიაჟს ყველაზე მეტად უხდება. დაგჭირდება ესეთი ფუმფულა ფუნჯი, რომელიც უნდა დავასრულოთ წყალში ან მაკიაჟის ფიქსატორში. ასევე დაგჭირდება ესეთი მუქი ყავისფერი თვალის ჭრილები, არა ბრონზერი, არა სკულპტური, მხოლოდ აი ესეთი მუქი თვალის ჭრილები. დასრულებული ფუნჯი აი ასე უნდა დავარტყათ ჩვენ ჭრილებს იმისთვის, რომ წერტილ-წერტილ ამოიღოს პიგმენტი. სანამ სახეზე დაიტანთ, ხელზე შეამოწმეთ იმისთვის, რომ საერთოდ არ გაიფუჭოთ მაკიაჟი. ამის შემდეგ შეგვიძლია თამამად დავიწყოთ სახეზე ჭორფლების დახატვა და ნახეთ მეგობრებო, როგორი მარტივი, მოსახერხებელი და სწრაფი გზაა იმისთვის, რომ ბუნებრივი და ლამაზი ჭორფლები დაიხატოთ. სანამ ამ ხერხზე გავიგებდი, მერწმუნეთ ძალიან ბევრი ხერხი მქონდა ნანახი, მაგრამ ასეთი მარტივი არც ერთი არ ყოფილა. შეგიძლიათ იმდენი ჭორფლი დაიმატოთ, რამდენიც თქვენს გულს გაუხარდება და ნახეთ უბრალოდ როგორი ბუნებრივი და ლამაზი ეფექტია. და თუ კი ფიქრობთ, რომ მოგივიდათ ცოტა ზედმეტი, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აი ასეთი სპონჯი ან ჩვეულებრივი სპონჯი გამოიყენოთ, რომლითაც ტონალური კრემი წაისვით. მე პირადად სპონჯს ყოველთვის ვიტარებ, რადგან მინდა რომ უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს ჩემი ჭორფლი. თუ შენთვის სასარგებლო იყო ეს ვიდეო, ძალიან გთხოვთ დაალაიქე, გააზიარე და გამოიწერე ჩემი გვერდი. მადლობა რომ მიყურე.